საქართველოში 370,000-მდე ადამიანი კრედიტს ვერ იხდის და შავ სიაში არის. იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომელთაც კრედიტი აქვთ, ბოლო 1 წლის განმავლობაში 2000-ზე მეტით, ბოლო 1 თვეში კი 1000-ით გაიზარდა. აღსანიშნავი არის, რომ 379,000 ფიზიკური პირი და 96,000 კომერციული ბანკების მომხმარებელი არის. 299,000-ზე მეტი სების მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების. 7,000 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის. საერთო ჯამში 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 2 მილიონამდე ადამიანს აქვს. ჯამში 52 მილიარდამდე ლარის. თითქმის ყველა დასაქმებულს დღეს აქვს ან სესხი ან განმადება. ბუნებრივია, როდესაც ამდენ ადამიანს აქვს სესხი, აქ ხდება ამა თუ იმ მიმართულებით გაპრობლემებაც და შემდგომ ამ ადამიანების შავ სიაში მოხვედრა. კი, არ იქნებიან ამ 300,000 ასე ვთქვათ, ადამიანთა ნაწილი, რომელთაც სავარაუდოდ ბანკმაც კი შეიძლება არ მისცეს სესხი და აიღეს მიკროსაფინანსოსგან ან სხვა ორგანიზაციისგან სესხი. ანუ რისკი მაღალი იყო, რომ მათ პრობლემა შეექმნებოდათ და მაინც მოხდა მათზე სესხის მიცემა. დღეს ბევრი გზა არსებობს სესხის ასაღებად, ხო? მაგალითად, საბანკო სესხებში საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია შავ სიაში მყოფი ადამიანების. ძირითადად ეს არის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები, მათ შორის ავტოლომბარდები, ანუ ბევრი მიმართულებით ხელმისაწვდომია დღეს სესხები და შესაბამისად, როდესაც ხდება იმ ადამიანებზე სესხის მიცემა, ვისაც ასე ვთქვათ, მაღალი რისკი აქვს შემდგომ ამ სესხის გაფუჭების, ბუნებრივია ეს რისკები ხანდახან რეალური ხდება და ეს ადამიანები ხვდებიან შავ სიაში. როგორც ვახსენე, საბანკო სექტორში შედარებით მცირეა საბანკო სესხებიდან ასე ვთქვათ, გაფუჭებული სესხების მაჩვენებელი აქ არ არის, რაიმე საგანგაშო მდგომარეობა ამას ეროვნული ბანკი მუდმივად აქვეყნებს ხოლმე, მაგრამ მაგალითად მიკროსაფინანსო და განსაკუთრებით ლომბარდებში ეს მაჩვენებელი შედარებით უფრო დაბალია. შესაძლოა აქ საჭირო იყოს კიდევ უფრო მეტად რისკების გადაზღვევა და შესაძლოა ეროვნული ბანკი მეტად ჩაერიოს და ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის შედეგად შემცირდეს ამ ადამიანების რაოდენობა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც წესი ადამიანს ერთხელ თუ გაუპრობლემდება სესხი, წლების განმავლობაში რჩება შავ სიაში, ხომ? ეს არ არის რაღაც 1 და 2 წელიწადში შემდგარი შავი სია, ეს არის წლების განმავლობაში. შესაძლოა ვიღაც 10 წლის წინაც გქონდეს და არ იყოს საბანკო სექტორი, უბრალოდ საფინანსო ორგანიზაციის მხრიდან სესხი ჩამოწერილი და კვლავ შავ სიაში რჩებოდეს. ამიტომაც ეს არ არის რაღაცა იქიდან გამომდინარე, რომ 1 წელიწადში რაღაც ან 2 წელიწადში ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები შეიქმნა, თუნდაც 5 წელიწადში და ამიტომ გაიზარდა ამ ადამიანების რაოდენობა. ეს ადამიანები, როგორც ვახსენე, წლების განმავლობაში რჩებიან ამ შავ სიაში და საბოლოო ჯამში ბუნებრივია, რაც დრო გადის, მათი რაოდენობაც გარკვეულწილად უფრო იზრდება.